მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს გავაკეთოთ გაშლა, რაზე დუმს ის ჩვენი პარტნიორი, ხო? ეს გაშლა გამოგადგებათ იმათ, რომ დაუშვათ, შეიძლება თქვენ ხართ ურთიერთობაში, მაგრამ დაუშვათ, ადამიანი გაჩვენდა რაღაცას, შეიძლება ეწყინა, ხო? ან გრძნობთ, რომ რაღაცის თქმა უნდა, მაგრამ არ ლაპარაკობს, არ გეუბნებათ რატომღაც, ხო? შეიძლება დიდი ხანია უკვე აღარა გაქვთ, კავშირი ადამიანთან და დუმს, მაგრამ თქვენ ვერ ხვდებით რატომ, იმიტომ რომ უცბად ხდება ზოგჯერ კარმულ ურთიერთობაში, მით უფრო შეიძლება ყველაფერი მიდის წყნარა და მე უცბად რაღაცა სიტუაცია არის ესეთი, რომ კარგად ვიყავით 2 წუთის წინ და უცბად რაღაცა მოხდა, ხო? ეგ არის ყველაფერი კარმული ურთიერთობა. იმიტომ რომ კარმული იმიტომ მქვია მაგას, რომ რაღაცა კარმას გადიხართ თქვენ ამ ადამიანთან, ხო? ვინც პირველად ხართ ჩემთან არხს, მე მქვია ვალენტინა ბარბაკაძე, მე ვარ კარმული ტარო ნუმეროლოგი, ფსიქოლოგი, ენერგოპრაქტიკოსი და ტაროს აკადემიის დამაარსებელი, საქართველოში უნიკალური ტაროს შესწავლა, რომელიცაც ჩვენ არ ვიზებირებთ, ჩვენ ვსწავლობთ ტაროს როგორც ფსიქოლოგიურს წიგნს, როგორც ფსიქოლოგიას ვსწავლობთ, აქედან დავიყენებთ ტაროს, როგორც დამხმარე ინსტრუმენტს, რომელიც გვეხმარება ჩვენ გარჩევაში, სიტუაციების გარჩევაში. რა თქმა უნდა, შავი მაგიის გარეშე და გთხოვთ ძალიან არ მომწეროთ, ეგ TikTok-ზეც უნდა ვთქვა, არასოდეს არ მომწეროთ რიტუალებზე, რომელიც ეხება ან ჯადოების გაკეთებას, ან ჯადოების მოხსნას და არც თქვენ არ გირჩევთ ამით იყოთ დაკავებული. ეხლა ჩვენ ვნახოთ ჯერ პირველ რიგში გოგო როგორ გრძნობს თავს ამ ურთიერთობაში. მე ვნახოთ რა ხდება თქვენს შორის და მე უკვე შევიდეთ ჩვენი პარტნიორის სივრცეში, რომ გავიგოთ რა აწუხებს, ხო? რა ხდება უკვე მის სივრცეში, რომ თქვენ რო უფრო გასაგები იყოს. ძალიან დიდი რეკომენდაციას გაძლევთ იმათ, ვინც ახლა შეიძლება პირველად არის, ხო? ჩემი გოგოები და ბიჭები უკვე იციან, ვინც მე მიყურებენ, რომ სიგნიფიკაციას უნდა უსმინოთ ჩვენ ბოლომდე, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა მომენტი იყოს თქვენი და პლუს კიდე ეს არის საჯარო გაშლა, ესეც გავითვალისწინოთ ყოველთვის, იმიტომ რომ შეიძლება აქ რეზონირდეს ზოგისთვის როგორც პირადი გაშლა, ზოგისთვის უბრალოდ რამე რჩევებს აიღებს და გაითვალისწინებს და გამოიყენებს თავის ურთიერთობაში, თავის ცხოვრებაში. იმიტომ რომ ეს არის ბრძენი ინსტრუმენტი. მე ვარ გადმომცემი ობიექტი, ხო? ალბათ ეგრე უნდა ვთქვა. კარგით, всё, დავიწყოთ ახლა ჩვენ. გოგო როგორ გრძნობს თავს ამ ურთიერთობაში. მოდით როგორ გავაკეთოთ მაინც მე მოვძებნი. არა, მე სხვანაირად მოიცა სანამდე გამოჩდება დედოფალი, ეს მაინტერესებს როგორ გრძნობთ გოგო ეხლა ამ ურთიერთობაში. ნახოთ, სანამდე დედოფალი მე არ გამოვა, მაინც იცით როგორ არის, ნახეთ, მე როგორი მოვიდა, იცით სიტუაცია აქ ეგრევე, სიმართლე გითხრათ, აქ თქვენ როგორ გრძნობთ, მე ვარ ვარსკვლავი, ჩემი პარტნიორი არის პაჟი და ჩვენ აქ გავდივართ გაკვეთილს. ესე პირდაპირ გადავთარგმნო ის, რაც ამოვიდა. რატო ნახეთ ახლა? იმიტომ რომ პირველ რიგში აქ რა თქმა უნდა, როგორც შეიძლება თქვენს მომენტ სწავლობთ ამ ურთიერთობაში თავის გზას. ყოველ შემთხვევაში მე ძალიან მომწონს, რომ აქ გოგო ეგრევე ნეგატივი და რაღაცები არ მაჩვენა. მაჩვენებს იმას, რომ მე აქ ვსწავლობ, მე აქ ვიზრდები, მე აქ ვითარდები.
კიდევ და კიდევ ვიმეორებ, ну ეს უფრო მაპატიეთ ის გოგოებო, ვინც უკვე დიდი ხანია ხართ, ხო, ჩემთან დაბიჭებო, ვინც პირველად შემოდის, შეიძლება მაგათის უცნაური მოეჩვენოს ამდენი ჩვენი საუბარი, იმიტომ რომ ну არიან მიჩვეული, შეიძლება ასეთ გაშლებს როცა უყურებენ, მხოლოდ რომ უყარხარ, არ უყარხარ და даже რატომ არ უყარხარ, არ ხსნიან. ну ეს უკვე ჩემი საქმე არ არის, რატო ხდება მასე, მე უბრალოდ მინდა რომ გაგაფრთხილოთ, რომ ჩვენ აქ სულის დონეზეც ვუყურებთ ურთიერთობას, არა მხოლოდ ფიზიკური, თქვათ, მატერიალური მხრიდან, გაიგეთ? ამიტომ აქ ჩემთან არხზე უფრო არიან ადამიანები, ვისაც აინტერესებს არა მხოლოდ ერთი მხარე ურთიერთობის, აინტერესებს ძალიან ანუ სიღრმისეული გაშლები. ხო და ამიტომ თუ თქვენს გაინტერესებთ, დარჩით. და სხვათა შორის კიდე დამავიწყო, სულ მავიწყდება ამისი თქმა. ბევრი მწერთ, რომ ვაიმე თქვენი ვიდეო ვერ ვიპოვე, ვაიმე ველოდები და მე ვსკროლავ. არ არის პრობლემა, აქ ყველაზე მარტივი არის ის, რომ დააწირეთ იმას. აი თუ არის ასეთი დახატული, რა ქვია მაგას, ზარი, დააწეკეთ და всё, ყოველთვის როცა ვიდეო გამოვა, ეგრევე თქვენ მიიღებთ, იმიტომ რომ ბევრჯერ მომწერეთ და უკაცრავად მოპატიეთ, რომ დამავიწყოთ თქვენთვის ეს მეთქვა. და გამოიწერეთ, რა თქმა უნდა, არხი და სულ გექნებათ პირველი მიიღებთ ვიდეოს გამოვა თუ არა. და მით უმეტეს ეხლა არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ 15-ში, ვინც ეხლა მიყურებს, 15 სექტემბერს და 16 სექტემბერს გვექნება საინტერესო მარატონი ტაროზე, იმიტომ რომ ჩვენ კიდე ახალი ნაკადი უნდა ავიყვანო. იცით თქვენ, რომ მე ვერ მოსწავლეებს არ ვიყვან, მაგრამ აი რადგან ეს მოვიდა დრო და საუკეთესო მოსწავლეები გამოვიდნენ, აი რაღაც სასწაულები, აი მაგათ მადლობა, რომ კიდე ну მომწეს აი ეს სურვილი, რომ კიდე ამეყვანა ნაკადი და ამიტომ ვისაც გაინტერესებს 15-ში და 16-ში გვექნება ჩვენ ინფორმაცია თუ უფრო გინდათ კიდე გაიგოთ, აქ დაბლა ვიდეოს ქვეშ არის ქეთის ჩემი ასისტენტის ჩემი დამხმარე გოგოსი მონაცემები, ტელეფონი დაუკავშირდეთ, ის უფრო კარგად ყველაფერს კიდე დაგაყვალიანებს, ნუ ინფორმაცია იქნება. იმიტომ რომ აქ ბევრ ვინც უყურებთ ტაროს, ერთი წამია, უნდა იცოდეთ ყველა, რომ თქვენ უკვე გააქვთ ეს მიდრიკილება, გაიგეთ? იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში თქვენ ახლა უყურებთ ვიდეოს, როგორ არის აწყობილი ტრაქტორი. ამას ვამბობ ხოლმე. ყველას ვეკითხოთ, ტრაქტორი როგორ არის აწყობილი, გაინტერესებს და რატომ და მაინტერესებდეს? ну, ესე იგი, რადგან ტაროს უყურებ, ესე იგი ტარო გაინტერესა, რომ აგერჩია, ხო? აქ ადამიანი სწავლობს და ხსნის თავის ვარსკვლავს. რას ნიშნავს გახსნა თავისი ვარსკვლავის? ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა სიტუაციას ეს ადამიანი უყურებს იმ პოზიციიდან რისთვის, იმიტომ რომ მე ბევრჯერ მაგას ხსნილი და ჩემ ტრენინგებშიც ხსნი უფრო ღრმად, რომ არც ერთი სიტუაცია, არც ერთი ადამიანი არ არის ჩვენ ცხოვრებაში შემთხვევითი. ყველა და ყველაფერი არის იმისთვის, რომ სულმა გაიაროს თავისი ევოლუცია. ამიტომ აქ ადამიანი არის ისეთი, რომ მე აი ჩვენ ხო ვკითხეთ, როგორ გრძნობს თავს, ხო? აი აქ გრძნობს პირველ რიგში თავს ისე, რომ მე ვიზრდები, მე ვსწავლობ. კიდე შემიძლია გითხრათ, რომ შეიძლება იყოს ისეთი მომენტიც, რომ ზოგჯერ შეიძლება ყველასთვის არა, მაგრამ აი ესეთი მომენტი მოდის და უნდა გითხრათ, რომ აი ძალიან პატარა პროცენტს ექნება ძალიან, რომ აი ვერ ვგრძნობ აი ჩემს იმას, რომ აი არ მაფასებს დაუშვოთ პარტნიორი, მაგრამ ეს ცოტა იქნება, ну ვინც უკვე ჩემთან ტრენინგზე იყავით, ახლა თქვენ ეს არ უნდა გქონდეთ, იმიტომ რომ ჩვენ ეს ამაზე ვიმუშავებთ, თვით შეფასებაზე. ხო და ამიტომ არის ეს სიტუაცია, როცა თქვენ აი აქ უკვე თქვენ ათვისნობიერებთ იმ მომენტს, რომ მე ამასთან ეხლა ისევ სწავლობ რაღაცას, რომ ის ჩემი პარტნიორი შეიძლება დეჟე ვაფშე აზრზე არ არის, ვერ ხვდება, ну ეხლა ჩვენ აქ ლაპარაკობთ თქვენ გოგო როგორ გრძნობს თავს ამ ურთიერთობაში, იმიტომ რომ მე ვიცი რომ გოგოები ჩემი მეუბნებიან ხოლმე, რომ და გუშინაც ქონდა საინტერესო ძალიან კონსულტაცია, რომ ისევ ცვლიო მაგასო,
რომ თან იძახეს ეს პარტნიორი არ ვერაფრით ვერ შემთხვევაში ვერც ერთი ქალი ვერ შემცვლის და ისე ვცვლი რომ აზე არ არისო ისეთი შეცვლილია ხომ ასეა ნუ ეხა ვისიც ნათქვამი იყო კი იცის ეხა კიდე როგორ გრძნობს გოგო თავს ნუ ნახეთ კიდე რა თქმა უნდა ეხლა იქნება სიტუაციები როცა კიდე დასამუშავებელი რაღაცები გვაქვს, ხო? და აი აქ არის სიტუაცია კიდე როგორია, იცით? ანუ პრინციპში როგორ გრძნობთ არის მომენტები, რომელიც თქვენ კიდე გწყინთ. არის. მაგრამ მაინც თქვენ რომ აი აქ даже უკვე აღარც ზედმეტია ლაპარაკი, იმიტომ რომ აქ ადამიანი მართლა აი ხვდება რატომ არის ის, რატომ არა და სხვათა შორის თუ რამე გწყინთ თქვენ მაგაზე ძალიან მაგრად მუშაობთ რა. ნუ ეგაც რა თქმა უნდა, აი რიტუალებზე და იმ რაღაცებზე რომ მეკითხებით, ჩემი რიტუალი არის მედიტაცია. მედიტაცია ეს არის ძალიან მაგარი რიტუალი, რომელიც მუშაობს უშუალოდ ქვეცნობიერს. პრაქტიკებსაც რა თქმა უნდა ვაძლევ, ხა თავისთავად, ძალიან მაგარი პრაქტიკები არის ჩვენთან ტრენინგზე. აქ გოგოები ყოველთვის რა, ნუ ჩემი გოგოები ვინც ჩემთან არიან კლუბში, ხა რა თქმა უნდა თქვენ უფრო მიყურებთ და ალბათ უფრო თქვენთვის არის ყოველთვის ინფორმაცია, იმიტომ რომ თქვენ შედეგებზე არის ლაპარაკი აქ უეჭველე რა. იმიტომ რომ ნუ გამოდიხართ თქვენ ახლა ისეთ სიტუაციებიდან, როცა არ იცოდეთ რა უნდა გაგიკეთებიათ, გაიგეთ? ანუ ყველა ვარიანტში თქვენ გადადიხართ სხვა ეტაპზე, ეს არის უეჭველე. ანუ ნუ როგორ გრძნობთ თავს ამ ურთიერთობაში? პრინციპში, აი როგორც კაი მოსწავლე რა, აი ეთყობა გადაერთეთ უკვე თქვენ. ნუ მოდით ახლა ვკითხოთ, აი დაუშვოთ გრძნობების სახით როგორ გრძნობთ თავს, თუ შეიძლება ეგრე ვკითხოთ. იმიტომ რომ აქ უფრო გვაჩვენებენ ჩვენ აი თქვენს შედეგებზე. ნუ რა თქმა უნდა, ნახეთ, ეხლა რა თქმა უნდა, როგორც არ უნდა იყოს, აქ თქვენ უეჭველე მე შემიძლია ვთქვა, რომ გინდათ რომ ეს ურთიერთობა იყოს, აქ მე ვერ ვხედავ რომ თქვენ გინდათ რომ დაუშვათ ეხლა ეს ურთიერთობა დასრულდეს, არა, თქვენ გინდათ რომ იყოს ეს ურთიერთობა, თქვენ ძალიან გინდათ მაინც როგორც ხა ნორმალური ქალს ხო, რომ აი კაცმა თქვენ განახოთ რომ სჭირდები, რომ მნიშვნელოვანი ხარ მისთვის და რა თქმა უნდა გინდა თქვენ რომ მომავალშიც ეს ურთიერთობა გაგრძელდეს, მაგრამ ისე გაგრძელდეს რომ ნუ ერთმანეთისთვის იყოთ მართლა საჭირო და აი აქ მუშაობთ თქვენ და რა თქმა უნდა სულიერად ისე გრძნობთ პრინციპში, აქ даже თქვენ უკვე გრძნობთ ბევრი იმას, რომ აი მე ჩემ პარტნიორსაც უნდა რომ ჩვენ გქონდეს წინსვლა ურთიერთობას. ნახეთ როგორ ლამაზი არის ოთხიანი კვერთხების, ნახეთ როგორი ძალიან ლამაზი. ხო. კარგით, ეს გასაგებია. ეხლა ვნახოთ ჩვენ რა ხდება თქვენს შორის და მე ვნახოთ ჩვენ უკვე დაკითხვა მოვუწყოთ ჩვენს პარტნიორს, ჩვენს ბიჭს, ხო? კარგით. რა ხდება? აი, ნუჩქარობთ. ვნახოთ ეხლა ჩვენ რა ხდება თქვენს შორის. რა ხდება აქ ამ წუთში, ამ ეტაპზე? ნუ ნახეთ რა ხდება. აქ არის როგორი აქ არის სიყვარული, რომელიც დაფრინავს. პრინციპში აქ ნახეთ ძალიან მაგარი დასტა ისე მომწონს. აქ არის სიტუაცია, როცა შეიძლება მართლა სრულიად მოულოდნელად მოხდა ისეთი მომენტი, რომ ნახეთ აქ როგორი მიდის მუშაობას. შეხედეთ? მე даже აქ რას დავუშვებ, იცით, რომ შეიძლება არც გქონდა თქვენ ან ჩხუბი რამე რა, არა. აქ ძალიან მომწონს აქ ორიანი თასების, ნახეთ, ნუ ეხლა დააკვირდეთ უბრალოდ როგორი სიღრმედებს, ხო? ანუ ეხლა ვეცდები მაქსიმალურად რომ აგიხსნათ, რომ თქვენ მიხვდეთ ეხლა რა ხდება. შეიძლება თქვენ აქ გაბრაზდით კი ბატონო რამეზე, მაგრამ თითქოს ანუ ეს სიბრაზე
უცბად გადავარდა სიჩუმეში და თქვენ ერთმანეთს ეხლა ელაპარაკებით მენტალით. აი ძალიან ესეთი საინტერესო მომენტია, იცი, როცა მე არ გითხარი შენ, მე მინდოდა მეთქვა, მაგრამ არ გითხარი ჩემი გულის ტკენა, ხო? მე მეტკინა, იმიტომ რომ უცბად მოხდა, ხო? მაგრამ მე გიმალავ, გოგოებო, მეორე ჯვარი, ჩემო ლამაზებო, ვინც შემოსწავლებო. მე გიმალავ, შენ არ გეუბნები ის რომ იყო ის აქ რომ მოხდა უსამართლობა, მაგრამ ჩვენ აი ერთმანეთს მენტალით სულის დონეზე ერთმანეთს ამას, მესიჯს ვუგზავნეთ. გაიგეთ რა ხდება? და აი ესე იგი როცა თვალი თვალში, ხო, უყურებთ და და ამ დროს არ გეუბნები, მაგრამ მე ხვდები შენ რას ფიქრობ, ისიც კარგად ხდება, რას ფიქრობ, მაგრამ ვართ ჩუმად. გაიგეთ რა ხდება? თქვენ შეიძლება იყოთ დაუშვათ, აქ დაჟე როგორი მომენტი არის, იცით? შეიძლება უცბად თქვა, დაჟე ვიღაცას წასვლაც უნდა, მაგრამ გაჩერდა. გაიგეთ? აი ძალიან მაგარი რაღაცა არის რა, იმიტომ რომ სიყვარული არის, თავისთავად ახლა არის აქ ახლა სიყვარული, როგორ არ არის, მაგრამ უბრალოდ ეხლა ხდება რაღაცა ისეთი პროცესი თქვენ სიტუაციაში, რომელიც პრინციპში აი საჭირო, ყველა სიტუაცია საჭიროა. მოდით კიდევ ნახოთ ეხლა რა ხდება. ძალიან საინტერესოა და ვეცადი მაქსიმალურად ამეხსნა. კი ბატონო. აი ხო გეუბნებით, რომ აქ არის ესეთი მომენტი, როცა თქვენ აქ ფიქრობთ იმაზე, რომ აი როგორ შევცვალოთ. იყო მტკივნეული სიტუაცია, რომელსაც თქვენ გააურბიხართ. კი. რო გინდათ, აი აქ არის, ესეთ როგორ არის, შეიძლება ორივეს ეწყენა, შეიძლება ცოტა ისეთი აი ეწყენათ, კაროჩე, რაც თქვით, აღარ ჩავიძირები, არ მინდა, მაგრამ ის რაც პირველი აგიხსენით, აი ეს გაითვალისწინეთ. აქ არაფერი ცუდი არ არის, არ იფიქროთ, უბრალოდ ახლა არ მინდა სიღრმეში შესვლა, იმიტომ რომ ახლა საჯარო გაშლისთვის საკმარისი არის ინფორმაცია, იმიტომ რომ მეტი რაღაც საჭირო ახლა ვიცით ჩვენ ახლა საჯარო გაშლაში ძირითადად ენერგიას ვკითხულობთ, რომ თქვენ იცოდეთ რა ენერგია ახლა არის თქვენს სივრცეში, თქვენს ურთიერთობაში, ეს არის მთავარი. დანარჩენი უკვე სიტუაცია, ისე რა საინტერესოდ მუშაობს, აი გიჟდები რა, ხო, რამდენი წელი ვარ ეზოტერიკაში და მაინც სულ ვოცდები ხოლმე, რომ აი თქვენს ხო გაქვთ ხოლმე კითხვა, აი ეს საჯარო გაშლა რანაირად მუშაობს და აი ეხლა მეც სულ მქონდა ეგ კითხვები, აი ძალიან ხშირად ხოთშოს და მეთქი რა საინტერესო რა, ხო, ვიცი კანონი, ვიცი თქვა თეორია, ვიცი, მაგრამ მე ისე ტიპი ვარ, მე მაინტერესებს რომ უნდა ვიყო ლოგიკურად რანაირად, ხო, და ეს საინტერესო და აი სამყარო მაჩვენა, რამდენიმე კონსულტაცია მქონდა, ზუსტად ერთი და იგივე შედეგი ქონდა. ეს როგორ არის? აი ტორტები, ბევრი ტორტები დაუშვათ, ცხება ერთი და იგივე საკონდიტროში, მაგრამ ერთი და იგივე თქვა ბისკვიტები და შიგნით აი ეს თვითონ ეს ნაჩინკა არის ცოტა სხვანაირი. გაიგეთ, მაგრამ შედეგი ხო იგივე აქვს, რომ ტორტია. მაგრამ აი და რაღაცა სპეციფიკური თქვათ, რაღაც ან არომატი ან რაღაცა ინგრედიენტი არის ყველა ამ ტორტებში. აი ეგეთი რაღაც შედარება მომივიდა ეხლა. რომ ისე რა ქვია. აი ეგეთი სიტუაციები და დამანახეს, გაიგეთ, რატომ ხდება, რომ იგივე რაღაცა ის პროცესი, მაგრამ თვითონ აი ეს შიგნით რაღაცა სიტყვები თქვათ, რაღაც ისეთი სიტყვები, მივხვდეთ, ხო? რასაც გულის მომწეროთ, თუ მივხვდეთ, რასაც ვამბობ ახლა. მე ვცდილობ, რომ ახლა მე თუ ჩემი 18 ენერგია ასე მუშაობს, რომ რაღაცა ალეგორიები და რაღაც ვთქვათ, ობიექტები და რაღაცებით რომ გითხრათ. კარგით, всё. დავიწყოთ.
ისე სხვათა შორის ძალიან მაგარია, აი მუშაობა მე-18 ენერგიით. სხვათა შორის რა მინდა გითხრათ კიდე რამდენიმე ვიდეოში შეიძლება ვთქვა, თუ თქვენ გაინტერესებთ, რომ მე ჩავწერო ვიდეო, სადაც იქნება საუბარი ყველა ენერგიებზე, იმიტომ რომ მატრიცას ხო ვაკეთებ, ხო გაინტერესებთ თქვენ, რომ აი დაუშვოთ ახლა ეს რატომ აი მას ამოჩენებული აქ ქალს, რომ პირველი გაშლა უნდა გააკეთოს აუცილებლად ბედის მატრიცასთან ერთად. ნუ ახლა მე რა თქმა უნდა, ახლა იმას ვიყენებ, ხო, ახლა სქემა მრჩება და მაგრამ ნუ როცა ადამიანი უკვე მოდის ჩემთან მეორე და მესამე და მე-15, უკვე მე მაქვს ეს მატრიცა, всё უკვე აღარ იმაშუქება. და ეს ენერგიები ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იქ არის ბევრი კარმები, მაგრამ თვით ეს ენერგიები 22 როგორ მუშაობს, ძალიან საინტერესოა. თუ თქვენ გინდათ, მე გავაკეთებ აი ესე რამდენიმე ვიდეოს, სადაც აი ამ თემებზე ვილაპარაკოთ, რომ თქვენ იცოდეთ, რომ დაუშვოთ ეს ენერგია ჩემთან, ნუ თუნდაც დაბადებული ვარ ამ თვეში, ამ რიცხვში, ნუ გასწავლეთ. მე ხა მქონდა ეგეთი ვიდეოები, მაქვს ახლა აი ბევრი პროგრამებზე მაქვს მოვყევი ბევრ პროგრამებზე, არის აქ ნახეთ, შეგიძლიათ ნახოთ YouTube-ზე არის ტრანსლაციები რო არის, მე მგონი მანდ უნდა იყოს და პროგრამებზე, მაგრამ თუ გაინტერესებთ უშუალოდ ენერგიებზე, ანუ რა რიცხვში ხარ დაბადებული, რა თვეში ხარ დაბადებული, აი წელიწადი რო შევაჯამოთ რა რიცხვი გამოდის, აი ამებზე თუ გაინტერესებთ თქვენ, მაშინ კი ბატონო მაგაზე მე თქვენ მოგიყვებით და ჩავწერ რამდენიმე ვიდეოს. ეგაც მომწერეთ, იმიტომ რომ მე რო ვამბობ ხოლმე, აი ეს ენერგია რაღაცა და შეიძლება ზოგადად რა ენერგიაა, ხა ვისაც მატრიცა აქვს, იციან. ეს ადამიანი ხა წერს და ფიქრობს თავის ცხოვრებაზე. გოგოებო, აქ რაღაცა როგორი მომენტია, კაცეთ, ეხლა რო უყურებ, ხა ვკითხავთ ჩვენ რაზე ეგრევე მაჩვენეს, რაზე დუმს. მე ვეკითხები საერთოდ მაგის სივრცეში შესვლა მინდა და მაჩვენებენ რაზე დუმს. აი ამას რო გითხო, ფიქრობ შეიძლება უსამართლობაზე როგორი მხრიდან იცით რომ ანუ მე რო რატო არ ხდება ისე როგორც მე მინდა თუნდაც. რატომ არ მეხმარებიან მაღალი ძალები. ნუ რაღაც ძალიან ესეთი ფიქრები, აჰა. გოგოებო, აქ ეგრევე გამოჩნდა იმ პრინციპში და ეხლა მე თქვენ აგიხსნით აქ რა ხდება. პირველ რიგში ეს ადამიანი ბევრს ფიქრობს თავის ცხოვრებაზე. ეხლა მე თქვენ აგიხსენით, მგონი რაღაცა ვიდეოზე იყო ლაპარაკი. ხშირ შემთხვევაში ეს არის ზუსტად კაცების ფსიქოლოგია, როცა თქვენ ზიხართ დეპრესიაში და ფიქრობთ რა ვქნა, რატო არ მწეს, რატო არ გამოდის კავშირზე, რატო ის, რატო ას, ელემენტარული აიღეთ წიგნი, სულ მავიწყდება ავტორების სახელი, მაგრამ ქალები ვენერიდან, კაცები მარსიდან. ეს არის ყველაზე, ნუ ესეთი წიგნი, რომ ადვილი ენითაც წერია და ძალიან ბევრი საინტერესო არის და კიდე ალან და ბარბარა პის არიან ეგეთი ამერიკული ავტორები, მაგასაც აქვს ძალიან ბევრი საინტერესო წიგნები, სადაც ეგენი ხსნიან ქალის და კაცის ფსიქოლოგია, მაგრამ ძალიან ადვილი ენით რა. და ზუსტად ეს მომენტი მე კიდე გავიმეორებ, რომ როცა მამაკაცი არის ხშირ შემთხვევაში, მე ახლა კაცებს არ ვამართებ, უბრალოდ ვიცი მაგათი ფსიქოლოგია. როცა მამაკაცი წერს, უყურებს ტელევიზორს, არის ტელეფონში, უაზრობ თქვენ როგორც გონიათ, ბევრ შემთხვევაში, მე არ ვეძახე რომ ყველა მასია, მაგრამ ბევრ შემთხვევაში ეს ადამიანი ფიქრობს რაღაცაზე. კაცები არიან ძალიან მატერიალურები. კაცებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ გქონდეთ ფული. და ამიტომ შეიძლება ეს ადამიანი თქვენ ფიქრობთ, რომ აი მთელი დღე წერს, მთელი დღე არაფერს არ აკეთებს, მთელი დღე ასე და ბრაზდებით. ნუ გაბრაზდებით, იმიტომ რომ აი აქ გვაჩვენებენ ჩვენ უკვე, რომ ეს ადამიანი შეიძლება თუ სიჩუმეში წავედა,
უნდა თავისთვის ყოფნა. არ გელაპარაკება დაუშვათ, ხო, არ პასუხობთ, თქვა. ეს ადამიანი ფიქრობს იმაზე, რა გავაკეთო მე. იმიტომ რომ ეხლა სიტუაცია, ეხლა ნახეთ, აქ ეხლა არა აქვს მნიშვნელობა კიდევ ამ საჯარო გაშლაში, ჩვენ ეხლა არ დავეწყებთ ეხლა ძალიან ღრმად შესვლა, რომ აი შენ მაინც და მაინც რაზე ერთი და იგივეზე ხო არ იფიქრებს ყველა, ხო? მაგრამ ფიქრობს ცხოვრებაზე. ზოგი ფიქრობს ფულზე. იმიტომ რომ პენტაკლების ტულზე ეს არის საერთოდ როგორ იცით, ეს არის უკვე ახალი, მაგრამ მატერიაში რა, ანუ კი ეგ არის ბიზგი მაღალი ძალებისგან, რა თქმა უნდა, ტულზე ეს არის მაღალი ძალების უკვე მოვლენა ჩვენს, ხო, რასაც ადამიანს უკვე არ შეუძლია. და აი ზუსტად ეხლა აი აქ არის რომ თითქოს შეიძლება იმასაც ფიქრობს, რომ მე აი აქ სხვათა შორის ნახат როგორ საინტერესოდ მუშაობს ენერგიები. ერთი მხრიდან ამ ადამიანს უნდა რომ მართლა მე ყველაფერს გავაკეთებ, მე რომ მაგის ეს არის ენერგია, გაიგეთ? ანუ მე ყველაფერს გავაკეთებ, მე აბსოლუტურად მე მზად ვარ რომ რაღაცა გავაკეთო, იმიტომ, ну, სიყვარულის გულისთვის, იმიტომ რომ ნახეთ, აქ ადამიანს აქ ის ნერვიულობს პირველ რიგში, ნერვიულობს თასების ეხლა მეფე მაი ყოველთვის ეხლა სიყვარულზე და რამეზე არა, ეს ენერგია ადამიანის ამ შემთხვევაში. იმიტომ რომ ეს ადამიანი ეხლა ნერვიულობს სამუშაოზე და იმიტომ რომ მზად ვარ ვიმუშაო, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის რომ დაუშვათ, ну, ეხლა აი ჩემი მე რომ მქონდეს, იმიტომ რომ აქ არის ესეთი ენერგია, როცა ადამიანი მართლა, ну, როგორ გითხრა, ბევრს ფიქრობს რა, იმიტომ რომ სიტუაცია რაღაც ძალიან რთული მაგისთვის რა და პლუს კიდე ნახათ როგორი საინტერესო სიტუაცია არის რომ პლუს კიდე რა საინტერესო სიტუაცია. მაგას სხვადასხვის ძალიან უკვე დაძაბულიც არის რომ ამდენი ხანი უწევს მაგას სახში თუნდაც ყოფნა. და აი უქმედობა ღლის ამ ადამიანს და ბრაზდება შეიძლება გაბრაზებულიც მაგიტომ უნდა, ну, ამიტომ არის. თან პლუს კიდე თქვენ არაფერს არ ეუბნებით. სხვადასხვის აქ ისეთ რას გრძნობს კიდე, აი აქ როგორი მომენტი მოდის, რომ იმის მიუხედავად, რომ თვითონ გაბრაზებული არის, აქ თითქოს ისეთი ენერგია არის, რომ ანუ ხო არ უნდა მაგისი გადაყვანა. აქ გოგო არის, აქ თქვენ წყვილი ხართ, ეგრევე მაჩვენებენ. даже რას ვეთყოდი, იცით, დაძაბული კი არის ეს ადამიანი და სხვათა შორის ეს თქვენი საქციელია, თქვენ რო ხართ ჩუმად, თქვენ რო სიტუაციას არ ძაბავთ, თქვენ რომ ანუ ამას დაუშვათ ცდილობთ რომ გაუგოთ, ხო? ამას ეს გრძნობს და აი აქ შემიძლია გითხრათ თვითონაც ცდილობს მაქსიმალურად რომ ეს ცეცხლი აღარ როგორ თქვა ღმერთო ჩემო გადიდოს თუ ნუ ხო ხდებით რა ზოგჯერ რომ ამომივარდება სიტყვა ხოლმე და აი ეგეთი რაღაცა კიდე რომ უფრო მეტი ცეცხლი რომ არ წამოვიდეს გაიგეთ მაგის ის და სხვათა შორის შემიძლია გითხრათ რომ აქ არის ძალიან დიდი სურვილი თავისი ქალის თქვენ რომ იცოდეთ გაიგეთ აი ესაც უხობს მაგას კიდე თუ ზიხართ ჩუმად უნდა ეს მომენტიც უნდა სხვათა შორის კიდე რა აწუხებს იცით ამას აი ზუსტად თუ თქვენში ну აი შენელდა სექსუალური ენერგია სხვათა შორის ამასაც ძალიან დარდობს ეს ადამიანი გაიგეთ რა ხდება იმიტომ რომ აქ ნახეთ როგორი სიტუაცია არის ამას ეს აწუხებს რომ მამაკაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ისიც რომ
მის ქალს როცა აქ სურვილი მის მიმართ, გაიგეთ რა ხდება? და როცა კაცი გრძნობს ამის ნაკლებობას, რო თქვა, ადრე უფრო ხშირად ქონდა, ადრე უფრო სურვილის გრძნობდი, ადრე უფრო მოდიოდეთ ჩემსგან, თუ დავუშვათ ეს სიტუაცია ეხლა შენელდა, ეს მაგას აწუხებს ძალიან. აქ ერთ-ერთი ასპექტი ეგაც არის, გაიგეთ, რომ ეს სიტუაცია არის, იმიტომ რომ მე მინდა ვიგრძნო თავი, რომ მე ვარ გმირი, მე მინდა და აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქალთან დაკავშირებით, ქალთან, მე არ ვიძახე კაცებთან ეხლა, რომ მაგარი ისა ვარ მაჩო და რაღაცა თავის ქალთან. გაიგეთ? ამისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ აი თქვენ როცა ეუბნებით თქვენს მამაკაცს უარს, დაუშვათ თავი მტკივა, ან არ მინდა, ან აცხადებთ რაღაცას დავიღალე, ან რაღაცა, ამ წუთში ეს ადამიანი იღებს თავის თავზე იმას, რომ არ ვუნდევარ, ეთყობა რაღაც არ მოსწონს. რატო? იმიტომ რომ კაცები არიან, როგორ იცი, მაგათთვის ეს არის მნიშვნელოვანი, ეს არ არის ცუდ და მოდი ჩვენ ახლა არ დავიწყოთ. აი ეს თემა, ამ თემას უნდა უყუროთ ცოტა სერიოზულად, რაც გაიგეთ, რომ მასეთი არის ბუნება, კაცები არიან ესეთები, ქალები ასეთები და ახლა ჩვენს გვაგოგოებს ისეთი რაღაცები, რომ მართლა შეიძლება კაცები გაგიჟდნენ კი არა, გიждდებიან კიდევაც და ჭკუიდან იშლებიან, მაგრამ ხო უნდა გავიგოთ, ამიტომ ამ სექსუალურ თემას ძალიან სხვანაირად შეხედეთ. პატივისცემით თუნდაც, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის მამაკაცისთვის და ეს სიტუაცია ძალიან მაგის მდგომარეობაზე მოქმედებს. იმიტომ რომ თუ დაუშვოთ ახლა აქ მაჩვენებენ, რომ ქალი უყვარს, ქალთან უნდა ურთიერთობა, მაგრამ თუ თქვენ აი იქცევით რამენაირად, რომ აჩვენებთ, რომ არა, ეს მე ვიძახე უკვე როცა თქვენ ეს წყვილი, როცა უკვე გააგდეს ურთიერთობა, მე კი არ გეუბნებით, რომ გუშინ გაეცანით, არიქა ჭკუიდან შეიშალა, ყავა და გალივინა და ეგრევე ჩაუხდე ლოგინში, რომ არიქა რომ არ დაზიანდეს და ეხლა ნერვოზე არ დაემართოს და არიქა პანიკაში არ ჩავარდეს ჩვენი კაცი. მაგაზე არა მაკლაპარაკე, არა. მე მაგაკლაპარაკე მხოლოდ იმ წყვილებისთვის ვამბობ, ვინც უკვე არიან ურთიერთობაში, შეიძლება ერთად ცხოვრობ, თქვა, უკვე ხანძლივი და უკვე გქონდათ ეს ურთიერთობა. მე არა მაქვს ლაპარაკი აი გუშინდელ გაცნობილებზე ნამდვილად ეხლა კაცი ეგრევე პირველი წუთიდანაც გამოხატას თავის სურვილს რაზე ლაპარაკი. მე აქ ლაპარაკი მაქვს სხვა რამეზე, როცა თქვენ უკვე ხართ ურთიერთობაში, გაიგეთ რა ხდება და ამიტომ აქ თქვენ როცა თავს იკავებთ და ან გაბრაზებული ხარ ან რაღაცა, ამას ეს მოქმედებს მამაკაცი ისე რომ მე ცუდი ვარ როგორც კაცი, იმიტომ რომ არ უნდა მაგას, იმიტომ რომ მაგისტვის ეს პროცესი არის მნიშვნელოვანი. გაიგეთ, ძალიან მნიშვნელოვანი. და როცა ქალი ახლა აი ასე იქცევა, უკვე ამას რაღაც მომენტები ეპარება. აი ამაზეც უნდა რომ დუმს, იმიტომ ეს ანუ ზის და ან წევს და ფიქრობს ცხოვრებაზე. ფილოსოფია აქვს ახლა, ფილოსოფობს თქვენი ბიჭი. პლუს კიდე შეიძლება თქვენ რაღაცას აღარ აკეთებთ როგორც ადრე, შეიძლება თქვა, ანუ დედას არ ვთავთ, მე ასე ვიცი ხოლმე. ეხლა ნახეთ გოგოებო, აქ გააჩნია სიტუაცია, ვიზე უყურებთ. თუ თქვენ უყურებთ პარტნიორზე, ვინც თქვენი მეუღლე არ არის, ეს სხვა სიტუაცია. თუ თქვენ უყურებთ ქმარზე, აი რასაც უნდა ვთქვა ახლა, ეგ სხვა სიტუაცია. აი მაგის სხვაობაზე, რა სხვაობა აქვს დაუშვათ ქალის და კაცის ურთიერთობაზე და ქმრის და ცოლის ურთიერთობა, თუ გაინტერესებს, ეს მაქვს უკვე ტრენინგებში რა. აქ პირველი ნაწილი უნდა იყოს და დანარჩენი უკვე შეგიძლიათ კლუბში გაწევრიანდეთ და იქ ნახოთ რა, ეს მეორე ნაწილი, სადაც მე ვყვები, რომ იდეალურ პარტნიორთან რატო არ ხდება განვითარება. ეხლა ნახეთ, თუ თქვენ ცოლი ხართ, ეს უკვე არ არის სწორი საქციელი, რომ თქვენ დაუშვათ არ აკეთებთ თქვათ იმ როგორც ქალმა, როგორც ცოლმა, როგორც უნდა გააკეთოს, თქვათ უკვე სხვა მოვალეობა აქვს ცოლს და უკვე უნდა თქვათ ის დალაგებაც უკვე ევალება,
თუ დაუშვათ თქვენ დამხმარის საშუალება არ გაქვთ რომ აიყვანოთ ის უკვე საჭმელის და ყველაფერი, ანუ თუ დაუშვათ თქვენ გაქვთ საშუალება რომ ვიღაცა აიყვანოთ, ისე იგი უნდა გააკონტროლოთ, ხო? თუ არა გაქვთ საშუალება, ესე იგი თქვენ თვითონ უნდა გააკეთოთ. ანუ აქ ეს მეუბნება რომ ამას აღარ აკეთებს და ეს ძალიან აღელვებს ამას რა. და მაინც ახლა ფიქრობს რატომ, ხო? თუ თქვენ არ ახართ ოფიციალური ცოლ-ქმარი, უბრალოდ ცხოვრობთ, ეს არის ურთიერთობა უკვე ქალის და კაცის. იქ უკვე არ არის ეს სავალდებულო და აქ უკვე მაჩვენებს იმას, რომ ანუ არ აკეთებს, შეიძლება ადრე აკეთებდეთ და აღარ აკეთებთ და პრინციპში აი ამ შემთხვევაში ეს უკვე სწორი პოზიცია, იმიტომ რომ პრინციპში თქვენ არ ახართ ვალდებული, იმიტომ რომ თქვენ ცოლი არა, თქვენ ხართ დაუშვათ პარტნიორები, სექსუალური პარტნიორები, რომელიც ცხოვრობენ ერთად. ეს ძალიან ისეთი თემაა, ამაზე ხო გეუბნებით ახლა კი მაგტრენგემერი თუ კიდე საინტერესო თქვენთვის იქნება, კი ბატონო კიდე აგიხსნით რაღაც მომენტებს. აი ამაზე დუმს კიდე რა. კიდე იმაზე რომ ფიქრობს, რომ აი საერთოდ ამ სიტუაციიდან ჩვენ გამოვალთ თუ რა მელოდება, ხო? იმიტომ რომ არ იცის, გაიგეთ, არ იცის რა იქნება და სხვათა შორის ამ ადამიანს რატომღაც იცით როგორი მომენტი კიდე აქვს, რომ დიდი შიში აქვს, მაგი ფიქრობს, რომ თქვენ მაგას მალავთ და არ ეუბნებით, რომ დაუშვათ ახლა წასვლა გინდათ. პლუს კიდე, აქ არის ნახეთ კიდე ერთი მომენტი, გოგოებო. თუ თქვენ, ეს უკვე ისეთი მესიჯი ექნება, თუ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც არის დაკავებული ეზოტერიკით, არა აქვს მნიშვნელობა რითი, რომელიც, თქვა, ტარო პირველ რიგში ყურომი იცით თქვენ ჩემი მიდგომა. თუ თქვენ ხართ უკვე აი უფრო მეტ ენერგიას თქვენ საქმეში დებთ, ანუ ამასაც გვაჩვენებს, რომ ანუ ვაფშე თავის ეზოტერიკაში წავიდა, მე საერთოდ არ ვაინტერესებს და მე რა გავაკეთო, აზრზე არა ვარ, ხო? იმიტომ რომ სხვათა შორის ეს ადამიანი მართლა ამას აინტერესებს კიდე, ნახეთ, ეს თქვენ რო დაუშვოთ, სულ რო ხართ, აი შეიძლება რამე სწავლობთ, შეიძლება სულ თქვათ რაღაც ან მუშაობთ უკვე ან რაღაცა, სულ ხართ ამ თქვენ ენერგიებში, ხო? ესაც კი, აწუხობს, მოდით ასე ვთქვათ, იმიტომ რომ, ესე იგი როგორ არის, იცით რომ კი ესმის ეს ყველაფერი, მაგრამ ამაზე მოკმედებს და პლუს კიდე ეს ადამიანი, ნახეთ, ეს ძებს თავის გზას, მაგას სხვათა შორის შეიძლება თქვენი დახმარება ჭირდებათ, ხო, თქვენ რო იცოდეთ, მაგრამ არ გეუბნებათ, იმიტომ რომ ძალიან აი აქ არის როგორი თემა, ნახეთ, როცა ადამიანი ზის უკვე მთვარის ენერგიაში, ხო, ეს ადამიანი უკვე, მე ხარ ვიძახე დაბადებული შეიძლება იყოს სხვათა შორის. ჩვენ როგორც ენერგია ვთქვა. როცა ადამიანი უკვე ზის მე-18 ენერგიაში, ეს ადამიანი უკვე მზად არის იმისათვის, რომ გავიდეს და წავიდეს, გამოვიდეს სოციუმიდან და წავიდეს უკვე თავისი გზა იპოვოს, მაგრამ ეს არის როგორ მზად კი ვარ, იმიტომ რომ 10-იანი ხმალების ეს როცა უკვე ნახეთ 10-იანი ეს არის პერიოდი 2-დან 10-მდე, ამაზე ველაპარაკებ ჩვენ აგიხსნით მე თქვენ მარატონზე. ეს რანაირად არიან დაკავშირებული თანამდებობა ამ ენერგიებს როგორ მიდის. მაგრამ აი 10-იან მე-10 ენერგიაში როცა არის უკვე ადამიანი, ეს არის უკვე ენერგია, როცა აი ადამიანს რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა. მეტი აღარ შემიძლია და უკვე ელოდება ტუს, რომელიც გაიყვანს უკვე მაგის, ეს ტუზე რო ვიცით ჩვენ ახლა მაღალი ძალა არის. აი აქ ადამიანი ზის და ფიქრობს, უკვე არის მე-10 ენერგიაში ხმალების ეს უკვე ჩვენი მენტალი, ხო? მაგრამ არ ვიცი რა გავაკეთო, მე როგორც ადამიანმა უკვე ვერ გავიგე რა გავაკეთო, სად წავიდე და აქ უკვე მაღალი ძალები უკვე დარწმუნებული ვარ, მალე ჩაერთობენ და აქ ფიქრობს, რომ თქვენ გააქვთ პასუხი, გაიგეთ, თქვენ შეგიძლია დაეხმაროთ მაგას, გაიგეთ რა ხდება, მაგრამ არ გეუბნებათ. აი კიდე 10-იანები, ხო გეუბნებით. ძალიან ცუდად გრძნობს თავს, იმიტომ რომ აი ეს ფიქრები აწუხებს, მაგრამ აქ უკვე 10-იანები, ეს არის უკვე როცა თვითონ ამ ადამიანმა, მაგრამ აქ ექნება გამოსვლა, კი გამოვა ეს ადამიანი.
მაგან უნდა ანუ აქ სწრაფად იქნება ალბათ შველაც ახლა ამისი და ყველა ვარიანტში იმიტომ არის აი თავში რო იყო და სიგნიფიკაციაში რომ აჩვენეს რომ უცბად რაღაცა აი თითქოს ადამიანს რაღაცა უცბად აღიზიანებს, უცბად რაღაცა შეიძლება ისეთი თქვას დაუფიქრებლად და მერე უცბად ამავე დროს ეგრევე ჩერდება რა. იმიტომ რომ აი ეგეთი ის მომენტები აქვს ამას. კი ბატონო, აუცილებლად ეს სიტუაცია დასრულდება, აუცილებლად ეს სიტუაციაში, ახლა მარტო გრძნობს ძალიან განიცდის, იმიტომ რომ თქვენთან უნდა ურთიერთობა, როგორც გითხარით ახლა, ეძებს გამოსავალს, პროსტო ვერ პოულობს, შეიძლება даже უნდა მოსვლა, რომ თქვენ დაგირეკოს, თქვათ, მოგწეროს ან მოგიახლოვდეს, მაგრამ არ იცის როგორ და შეიძლება ელოდება იმ ძალიან მაგარი ენერგიები ღმერთებს შემო. აქ არის დიდი სიყვარული, აქ არის ისეთი ენერგიები, როცა თქვენ აქ როგორ ხართ, იცით? აქ ძველი პროგრამების დამუშავება მიდის, აქ ძალიან კარმული სიტუაციები, აქ ახლა არ ჩაუღრმავდი, იმიტომ რომ წავიდე აქ 2 საათი არ მოურჩები, იმიტომ რომ აქ ძალიან ძლიერი არკანები არის, იმიტომ რომ აქ ორივეს თავისი პოზიციები აქვს, მაგრამ ახლა ეს არის პროგრამები. ასე შემდეგ. მოდით ასე გითხრათ, რომ პრინციპში აქ არის დიდი ალბათობა, რომ აი ეს ადამიანი კი გამოვა ამ სიტუაციიდან, ანუ უბრალოდ არ გეუბნება, ძალიან აფორიაქებული არის ეს ადამიანი, აწუხებს ისეთი რაღაცები, რასაც ვერ პოულობს, ეგ აპასუხებს, მაგრამ არის ერთ-ერთი კარგი რა, არის გადასასვლელი არის იმისი, რომ ადამიანი ეხლა მაინც ცდილობს განვითარებას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უბრალო ენით რო გითხრათ, სხვათა ეს ადამიანი მართლა არის მიჯაჭვული, მართლა არის ენატრები ძალიან, მართლა თქვენთან უნდა სხვასთან არავისთან, აქ არის დიდი სიყვარული, აქ არის თქვენ ხართ მისთვის ძვირფასი ადამიანი, ეს ძალიან კარგად გაიგო მაგან და სხვათა შორის, არ უნდა მაგას, რომ ეს რამე შეიცვალოს, მოდით ასე ვთქვა, თქვენს დამოკიდებულებაში პირიქით უნდა რომ უფრო და უფრო წახვიდეთ სიყვარულში. ცოტა მე ვფიქრობ, რომ ღმერთო ვცდილობ მაქსიმალურად ყოველთვის უბრალო ენით თქვენ აგიხსნათ რაც ხდება, იმედი მაქვს, რომ რაღაც აქედან გამოიტან თქვენთვის ახლა საჭირო ინფორმაციას და მე როგორც ყოველთვის გისურვებთ რას? ულევ სიყვარულის, ბედნიერებას და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.